თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ოპოზიცია ისევ აცხადებს, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელი პირობაა. ამ დრომდე არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა აცხადებს. დადასტურებულად კი არჩევნებში მონაწილეობას პარტია გირჩი მიიღებს. გადაჭრით არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადებას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებით, ორივე პარტიას რეგიონებში არჩევნების სამზადისი უკვე დაწყებული აქვს. ჩემს სულერთია მიიღებენ თუ არა, უბრალოდ გამეხარდება თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ მეტ ადამიანს გავიყვან საკრებულოში, თუ მიიღებენ, ამას არა უშუალოდ კონტროლში რაღაც ტიპის კონკურენცია იქნება და შეიძლება საინტერესოც იყოს უფრო პოლიტიკური ცხოვრება. მთელი ეს ეგრეთ წოდებული პროდასალური 4, 5, 9 და 5 პარტიები ძალიან შიშები არიან ზოგადად პოლიტიკურად და ვერ ბედავენ კაფე ოპოზიციები დააფიქსირონ თუ დააკვირდება ამორჩეული ყოველთვის სატყზელობით ლაპარაკობენ. კითხვას უსვამ ნებისმიერს ვინც ფიქრობს ამ არჩევნებში მონაწილეობას, აგერაი მეგობარ აქ სიაში პირდაპირ წერია რომ კალანდარიშვილი და ის მეორეს გვარი დამავიწყდა სავარაუდო სანქციირებ ჯავახიშვილი უნდა დასანქცირდნენ. ეს ხალხი მართავს ეხლა საარჩევნო ადმინისტრაციას. რანაირად წარმოგიდგენიათ ამ პირობებში თქვენ არჩევნებში მონაწილეობა? განსხვავებით სხვა პარტიებისგან არაფერი არ დაგვიმალავს. პირდაპირ ვამბობდით და ვამბობთ, რა თქმა უნდა, ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის და ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ ოქტომბერში ჩატარდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. თუმცა ნახოთ, ამას გვაჩვენებს დრო. ჩვენ თავს როგორ მივხედავს, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რის მიღება ჩვენ გვსურს. რაც შეეხება იმას, რომ რეგიონში რატო დადის პარტია, მივეღებ ამ კითხვის დასმა არის ანომალია. პარტია უნდა იყოს სულ რეგიონშიც, ქალაქშიც, სოფელშიც, დაბაშიც, მაგისტვის არსებობს პარტია. ჩვენ ხო ეხლა ყველანი ერთად ვამბობთ, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებს უნდა მივახციოთ. რო არ ჩანიშნულა, აი რო ჩაინიშნება, 2 დღით ადრე ხარ დავიწყებთ მზადებას. ჩვენ წინ დახედული პოლიტიკური პარტია ვართ, გვინდა რომ ვიყოთ ფორმაში და ვიქნებით ფორმაში. აბსოლუტურად უმნიშვნელოა ჩვენთვის და ქართული საზოგადოებისთვის, ისინი მიიღებენ თუ არ მიიღებენ. მიიღებენ დამარცხდებიან, არ მიიღებენ ისედაც გაუქმდებიან. მიღება ვაია და მიუღებლობა ვუია, მაგრამ იმისი საშუალებაც არ აქვს, რომ ან ვაი აირჩიონ და ან ვუი. ეს არის მათ პატრონებზე დამოკიდებული, პირდაპირ თქვა უგულავამ და ასევე ბევრმა ნაცმოძრაობის ლიდერმა, რომ ჩვენ მოგვიწევს უცხოელებს დაუჯეროთ, თუ კი ისინი გვეტყვიან, რომ მიიღეთ მონაწილეობა, მერე მოგვიწევს, რომ მივიღოთ მონაწილეობა. თვითონ ვეღარ გარკვეულა რა და როგორ უნდა გააკეთო. ხან არჩევნების შედეგები არ მოსწონთ, მერე რევოლუციური სცენარები უნდათ. მერე ეს არ გამოძდით რევოლუციური სცენარები. ეხლა არიციან საბოლოოდ რა გადაწყვეტილება მიიღონ. იმიტომ რომ ხან ასეთი აქტების მეშვეობით ფიქრობენ, რომ იქნებ ისევ რევოლუციურ სცენარს დაუბრუნდნენ. ან რაღაცა ზეწოლა განახორციელოს უცხოეთმა საქართველოს ხელისუფლებაზე ისეთი, რომ მათი მიზნები შესრულდეს. ჩვენ ეხლა ვიცით, რომ გარკვეული პარტიები ემზადებიან არჩევნებისათვის, გარკვეულ პარტიებს არა აქვთ ჯერ კიდევ გადაწყვეტილი რას ეზავენ, მაგრამ საბოლოო ჯამში არის ერთი რაც არ უნდა იყოს გარედან ჩარევის სურვილი და ვისგანაც არ უნდა იყოს საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ცხოვრებას გააგრძელებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. თქვენი ხარ აგონიათ, რომ თაღლითების ხაზარაძის პარტია ფულს გამოყოფს სავარაუდო არჩევნებში, რომელიც იცის რომ არც დაინიშნება. რა თქმა უნდა, სადაც ისინი ფულის ხარჯვას იწყებენ იმ არჩევნებისთვის, რომელიც იციან ნამდვილად რომ ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ერთი და მეორე, ხა არ ვიცი, ეს ქვეყანა მე მგონი დიდი არ არის, პატარა არის, ყველას იცნობს რომ ვამბობთ ხა ამაში იგულისხმება რომ ინფორმაციები ძალიან საჯაროა, მით უმეტეს როცა საქმე ეხება მთლიანად საქართველოს რეგიონებს და ამას ვერ დამალავს ადამიანი, რა დავალებები მისდით, რითი არიან დაკავებული, ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თავის ამორჩევლებს ატყუებენ, რომ არიან დიდი რევოლუციონერები და ახლა ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა რომ მათ სამორჩეველმა ლელოს და პარტია საქართველოსთვის გულისხმობ, იცოდნენ რომ და მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტიებმა მათაც უმალავენ სავარაუდოდ, იცოდნენ რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.